მოვამზადოთ ძალიან გემრიელი ნიგვზიანი ქადები. 500 გრამი ფქვილი გავცრათ და მოვათავსოთ თასში, მათ სივრიდან გამოღებული ცივი კარაქი 250 გრამი გავხეხოთ სახეხზე და შემდეგ ფქვილი და კარაქი ხელით ერთად კარგად ავაფხვიეროთ. 200 გრამ მაწონს დავამატოთ 1 კვერცხი, 1 ჩაის კოვზი სოდა რომ გააქტიურდება, ფქვილსა და კარაქს დავამატოთ მაწონის მასა. მოვზილოთ რბილი და ნაზი ცომი. ცომი გავყავი 2 ტოლ ნაწილად, თუმცა თუ თქვენ დიდი სამუშაო დაფა გაქვთ, ამის აუცილებლობა არ არის. გადაახვიეთ პარკში და დაასვენეთ, მანამ სანამ მოვამზადებთ გულსარცს. გულსარცისთვის კი ნიგოზი გავატაროთ, დავამატოთ შაქარი, კარგად მოურიოთ, გავაბრტყელოთ უკვე დასვენებული ცომი მაქსიმალურად ბრტყლად და მის ზედაპირზე სრულად გავშალოთ ნიგოზისა და შაქრის მასა. შემდეგ გადავახვიოთ მაქსიმალურად მჭიდროდ, დავჭრათ საჭრელით. გადავიტანოთ საცხობ სინზე და გადაუსვათ კვერცხისა და რძის ნაზავი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, გაოქროს ფერებამდე. გავაგრილოთ და ვისიამოვნოთ. გარედან ხრაშუნა, რბილი გულით, ძალიან გემრიელი ქადები.